უსაფრთხოების ნორმები, ტექნიკური გამართულობა, კომფორტი ეს ძირითადი პირობებია, რომლებსაც ქალაქში მოზრავი მიკროავტობუსები უნდა აკმაყოფილებდნენ. ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების შერჩევა დაიწყო. კონკურსში 4 კომპანია და რამდენიმე ფიზიკური პირი მონაწილეობს. კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რადგან სპეციალურმა კომისიამ მხოლოდ 500 მიკროავტობუსი უნდა შეარჩიოს. როგორი უნდა იყოს სამარშრუტო მიკროავტობუსი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი? საზოგადოების არჩევანი არაერთგვაროვანია. უნდა იყოს ისეთი სიტუაცია მასში, რომ შევა ადამიანი არ იყოს იმისი ხურხული შეგრძნება, რომ ვიღაცას ან დაეჯახებიან, ვიღაცას კალთაში ჩაუძლებს. სისუფთავი შეგრძნება უნდა იყოს, უნდა იყოს ნორმალური სიტუაცია. ავტობუსით მგზავრობა მირჩევნია, თუმცა ჯერ ძალიან ცოტა ავტობუსი დადის ყველა მიმართულებით. არის მარშრუტკები, რომელიც კარგ მდგომარეობაშია, რასაც ვერ ვიტყვი უმეტეს მათგანზე. კარგი იქნება თუ ავტობუსებს დაამატებენ, უფრო კომფორტული და სუფთაა. გამართული უნდა იყოს ტრანსპორტი, სისუფთა უნდა იყოს. ჩემი აზრით სანახავად გადასარჩევია. ის რაც გადასარჩევია, სპეციალური კომისია მერიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უკვე 3 დღეა ამოწმებს. კომფორტი შიდა სალონში, სისუფთავე, უსაფრთხოება და აუცილებელი ტექნიკური მახასიათებლები. ის მიკროავტობუსები, რომლებიც ამიერიდან მგზავრთა გადაყვანაზე იზრუნებენ, ელემენტარულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მგზავრთა მომსახურებაზე განაცხადი 750 მძღოლმა გააკეთა. მათგან კომისია საუკეთესო მდგომარეობაში მყოფ 500 მანქანას შეარჩევს. 650 მიკროავტობუსზე ჰქონდა ნებართვა გაცემული, წელს ვფიქრობთ ეს იყოს 500 მანქანა, აქედან 440 ხაზზე იმუშავებს, ხოლო 60 იქნება რეზერვი. თუმცა განაცხადი შემოიტანა დაახლოებით 750, ანუ 100-ით მეტმა ის მიკროავტობუსებიც არის, რომლებმაც გასულ წელს ვერ გაიარეს, შეიძინეს ახალი მანქანები და პრეტენზია აქვს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ბუნებრივია ყველას ვაძლევთ უფლებას. კრიტერიუმების ადგენის დროს მერია მძღოლების თხოვნაც გაითვალისწინა, რომლის მიხედვით მიკროავტობუსების კლოვანება, შიდა სალონის ჭერის სიმაღლე და საბურავების მდგრადობა აუცილებელ კრიტერიუმად აღარ ითვლება. შემოწმების შემდეგ მძღოლები მინიჭებულ ქულებს ხელმოწერით ადასტურებენ. ამბობენ, რომ ის პირობა, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტმა დაუდგინა, სავსებით მისაღებია. შემოწმდა ჩვენი მაშინა, ყველაფერი არის რიგზე. მაყოფილი ვარ ჩვენც და მე მგონი მათაც მაყოფილი იქნება, იმიტომ კარგად რო არის, ყველაფერი კარგია რა. ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა ვიცი, ერთი მეტია ასდენ ეს კი ჩემი დანაშაულია, რომ მეტი არის. და დანარჩენი რა ვიცი, სალონს რა შეეხება, თვითონ შეაფასეს, რა ვიცი, დანარჩენი ტექნიკურად გამართულია? კი. გაციმედი რომ გადავახავთ. კი. თავარი შიგნის სალონია რა თქმა უნდა. მდგომარეობა მანქანის შიგნით. ტექნიკური მდგომარეობა. ტექნიკური რა თქმა უნდა ეს თავისთავად ისეც ვალდებულია თუ გინდა არ გევიაროთ კონკურსზე. შიგნის სალონი რომ საუთა მომსახურების დონე იყოს მაღალი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით მერიამ შემოწმებელი კომისია ნეიტრალურად დააკომპლექტა და მერიის სატრანსპორტო სამსახურებთან ერთად კონკურსის მონიტორინგი საკრებულოს წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროფკავშირებსაც შესთავაზა. მიდის გამოფაგლებში, რა თქმა უნდა, ბევრი ძღოლი ვერ გავიდა, ვერ გადალახა ის კრიტერიუმები, მაგრამ უმეტესობა გადალახა და გაიარა ეს, რაც მოითხოვდა, რასაც მოითხოვდა კრიტერიუმები. მე პირადად მეთანხმები მოთხოვნილება, რასაც მოითხოვდა მერია, იმიტომ რომ იყო შელახული ავტომანქანები, უმეტესობამ გააკეთა. მიკროავტობუსები, რომლებიც ხულათა რაოდენობით ერთნაირ პირობებში აღმოჩნდებიან, კომისიის გადაწყვეტილებით უპირატესობა უკვე მოქმედ სამარშრუტო მიკროავტობუსს მიენიჭება. შერჩეული სამარშრუტო ტაქსები კონკურსის მეორე ეტაპზე გადაინაცვლებენ, სადაც ლოტოტრონის პრინციპით მათი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზებზე გადანაწილება უნდა მოხდეს. მეორე ეტაპზე მოხდება ლოტოტრონის საშუალებით უკვე არჩევა თუ რომელ ხაზზე იმუშავებს პირველ ეტაპზე გამარჯვებული მიკროავტობუსები და შემდგომ უკვე ქალაქში გაიშვება იმ რაოდენობის მიკროავტობუსები, რომლებიც განსაკუთრებით დღის განმავლობაში მომუშავეთა რაოდენობის მიხედვით. შემოწმება ძღოლთან ერთად მიმდინარეობს, ასევე შეუძლია ნებისმიერს, ვისაც დაინტერესებს, ნახოს თუ როგორ მოწდება მიკროავტობუსი, რამდენად ობიექტურად მოწდება. სამარშრუტო მიკროავტობუსების შერჩევა 2 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ეგრეთ წოდებული დაწუნებული მიკროავტობუსები ქალაქში ვეღარ ივლიან. კონკურსს გარეშე დარჩენილ მძღოლებს კი კონკურსზე მონაწილეობას ურჩევს, სადაც ამ კატეგორიის მძღოლებს გამოცდილების გათვალისწინებით უპირატესობა მიენიჭებათ.